ლიზი, ახლა რომ ცოცხალი იყოს მამიკო, რას ეტყოდი? ძალიან რომ მიყვარს. ძალიან მენატერება მამიკო. ახსენებ და როდესაც გვაცეკვებდა. ой, შენ დედას დედი, შენ დედას შვილო. მე მალე მოვკვდებიო, ვიციო. ხელში დაიკავებ და შავი შვილს და ისე ეცეკვებოდა და დედა მეუთხარი ცოდვა არ დამიგდა ბავში ნოტირიღად. არა, დედი ეს ბოლო ცეკვა ჩემი ორეზიკოსთანო. ამის ჯოვრით მოკდა ჩემი შვილი. ეს არის ჩემი შვილი, გარდაცვლილი შვილი, ამირანის შვილი, რომელიც 23 წლის ასაკში შვილის ჯავრით გარდაიცვალა. შვილის ნერვიულობით გარდაიცვალა. სამივე ჩაიხუტა ლოგინში და სამივე ჩაიხუტა და 3 დღეს მერე მოკდა ჩემი შვილი. სულიც ახოდა რეზიკო, მეტი არაფერი ჯავრი არ ჩაყოლია ჩემში, ჩემი შვილის ჯავრი ჩაყვა თავის შვილი. შესაჭიროება რეაბილიტაციის კურსები, მედიკამენტები, პამპერსები და ყვება. მინდა რომ ყველას მოგმართოთ, რომ ჩემი შვილის სახელით, რომ ჩემი შვილის დაუდგეთ ყველამ გვერდით. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.